14 წელი ქართულ მედია სივრცეში. პირველად და უწყვეტად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ცხოვრება და რეალობა. ყველაფერი ჩვენზე და არაფერი ჩვენს გარეშე. რადიო იმედის ეთერშია ნინო მეუნარგიას საავტორო სოციალური პროექტი ჩვენ აქ ვართ. ღია ეთერში დაგიბრუნდით გადაცემით ჩვენ აქ ვართ 2025 წლის კვლევების აუტიზმის დიაგნოსტიკის გაუმჯობესების მიზეზების დადგენის პროცესში მნიშვნელობა ადრეული ჩარევა რა თქმა უნდა და მისი მნიშვნელობა ეს იქნება ჩვენი საუბრის თემა და სტუმარი გახლავთ მედიცინის დოქტორი ბავშვთა ნევროლოგი მაია გაბუნია. ქალბატონო მაია, მოგესალმებით. მოგესალმებით მას ქალბატონო ნინო, დიდი მადლობა რომ ამ თემით დაინტერესდით. მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხართ და რაც შეეხება ამ თემით დაინტერესებას, რა თქმა უნდა ეს ყოველთვის აქტუალურია და მინდა სიახლე ვუთხრა ჩვენს მსმენელს და მაყურებელს 2025 წლის აუტიზმის კვლევების მიმოხილვასთან დაკავშირებით და თუ რა სიახლეებია გისმენთ თქვენ. დავიწყოთ. მადლობთ. მართლა ძალიან მნიშვნელოვანი წელი იყო გასული 2025 წელი. ბევრი კვლევა გამოქვეყნდა ისეთი, რომელიც ჩვენ ყურადღებას და რა თქმა უნდა აუტიზმის მქონე ბავშვების, მშობლების და ოჯახების ყურადღებას მიიპყრობს. და სხვადასხვა მიმართულების იყო ეს კვლევები. და საინტერესო იყო იცით რომ როგორც წესი ესეთ კვლევების აქტუალობას აუტიზმთან დაკავშირებით ყოველთვის იყო, მაგრამ წელს კიდევ უფრო მეტად იყო უпростоროდ გასულ წელს, იმიტომ რომ ამერიკის პრეზიდენტის ყურადღება დაიმსახურა მან რომ რატომ არის ასეთი მაღალი სიხშირე აუტიზმის. და ხომ არ ვეძებოდ მიზეზები და სწრაფი ტემპით დაავალა თავის ქვეშევრდომებს, რომ რაც შეიძლება სწრაფად გამოეკულიათ. Ხოჭორს ამას ჰქონდა აი ეს ეფექტიც, რომ უფრო მეტი კვლევები წავიდა, უფრო სწრაფად მოხდა რაღაცების გამოქვეყნება და ჩვენთვის საინტერესო ის იყო, რომ ბევრი რამე უფრო მეტი გავიგეთ, ვიდრე მანამდე ვიცოდით. დიახ, აი რა გავიგეთ, დიახ. რაც არ ვიცოდით. რა გავიგეთ, რაც არ ვიცოდით. ხო, აი რაც ვფიქრობდით, მაგრამ არ ვიცოდით და ასეთი ფაქტები არ იყო დაგროვილი, რომ არსებობს სხვადასხვა ქვეტიპი თურმე. აუტიზმის სხვადასხვა ქვეტიპი და მართლაც სპექტრი თავიდანვე, იმიტომ დაარქვეს, რომ ძალიან მსუბუქი შემთხვევიდან ძალიან მძიმე შემთხვევამდე უნდა იყოს, მაგრამ თუ შეიძლებოდა რომ ქვეტიპებიც გამოგვეყო, ეს ჩვენ არ ვიცოდით. და აღმოჩნდა რომ მართლაც არის სხვადასხვა ქვეტიპი, მათ შორის ქვეტიპი, რომელიც შეიძლება რომ ადრეულ ეტაპზევე მიაქციო ყურადღება და იოლად აღმოაჩინო და დამეთანხმებით ალბათ რომ მნიშვნელოვანი სხვადასხვა პრობლემებია, მშობელიც მაშინვე ყურადღებას აქცევს და ასევე ექიმის ყურადღებასაც იპყრობს. შესაბამისად აღმოჩნდა, რომ ასეთი შემთხვევები, რომლებიც უფრო ადრეულ ასაკშივე ძალიან საყურადღებოა, ხო, ასეთი შემთხვევები შედარებით უფრო სხვა მიმდინარეობით ხასიათდება, ვიდრე ცოტა მოგვიანებით ასაკში დასმული დიაგნოზი. ჩვენც აი რომ ლოგიკას მივყვეთ, იქ სადაც არ არის მნიშვნელოვანი დარღვევა, ცოტა იგვიანებს ხოლმე დიაგნოზი. და უფრო გვიან ასაკში, შეიძლება სკოლის ასაკში შეამჩნიონ, რომ რაღაც ისე არ მიდის, როგორც მის თანატოლებში, ხო? და აღმოჩნდა, რომ აი ესეთ შემთხვევებში მაგალითად შედარებით მსუბუქ ტიპში ასეთ შეიძლება ვთქვათ, ხო? ასეთ შემთხვევაში აღმოჩნდა, რომ სხვა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა შეიძლება ახალდეს აუტიზმის ასეთ შემთხვევებს. მაშინ, როდესაც შედარებით უფრო თვალსაჩინო ადრეული ასაკიდანვე, რომ არსებობს მისთვის დამახასიათებელი სოციალური კომუნიკაციის და ქცევის დარღვევა, უფრო წამყვანი ეს ნიშნები არის ხოლმე და ხშირად თანახლავს შეიძლება ინტელექტუალური შესაძლებლობების შეზღუდვას. ანუ შეიძლება რომ ეს დავყოთ, ერთ-ერთი ეს იყო მაგალითად ამ კვლევებიდან. ასევე კიდევ ერთხელ გამოვლინდა ის, რომ როგორც თქვენ ბრძანეთ, ადრეული ჩარევა ეფექტურია და ნამდვილად ეფექტურია. ასევე იყო გენეტიკის და გარემო ფაქტორებთან დაკავშირებით. და გებახსოვრებათ, ალბათ ცოტა ხნის წინ იყო, რომ გამოქვეყნდა, რომ ორსულებში აილენოლის გამოყენებასთან დაკავშირებით ჩვენთვის ცნობილი სახელით პარაცეტამოლი.
მიუხედავად იმისა, რომ ეს კვლევა გამოქვეყნდა და დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, იქვე იგივე ამერიკის და პედიატრიულმა აკადემიამ თქვა, რომ არა, ეს კვლევები არ არის საკმარისი. გასაგებია. და ამიტომაც თქვეს, რომ კი გენეტიკა, რა თქმა უნდა, როგორც ყველა მდგომარეობის თუ ყველა დარღვევის დროს გენეტიკა და გარემო ფაქტორები თითქმის თანაბარი მნიშვნელობის არის, ხო? აქაც აღმოჩნდა, რომ ორივე არის ძალიან მნიშვნელოვანი და კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მნიშვნელოვანია და კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა, რომ შესაძლებელია იყოს სხვადასხვა გენეტიკური დარღვევები, თუმცა რაიმე ერთი გენი ისევ დადგენილი არ არის, რომელიც უნდა პასუხს აგებდეს ამ ტიპის დარღვევაზე, მაგრამ ამბობენ, რომ ითქვა, რომ შეიძლება იყოს მცირე დაზიანება გენეტიკური, ან შეიძლება იყოს შედარებით უფრო უხეში დაზიანება და შესაბამისად უხეში დარღვევებით. როგორც ფუნქციურად, ასე თავისწინის სტრუქტურული დარღვევებით. ესეც ბოლო პერიოდის მიგნება გახლავთ, რომ ასე არის. ასევე ბოლო პერიოდის არის სქესთაშორის განსხვავებები და გახსოვთ ალბათ, რომ სულ რაღაც ბოლო რამდენიმე წლის ამბავია, რომ დაიწყეს ლაპარაკი, რომ გოგონებში სხვანაირად მიდის და ბიჭებში სხვანაირად მიდის აუტიზმის. და ბიჭებში ასეთ ინფორმაციას ვფლობთ, რომ ზოგადად ბიჭებში უფრო ხშირად აღინიშნება. ნახეთ, ასე გვეგონა. ეს გვეგონა. დიახ. ხო, აღმოჩნდა, რომ ასეც არ არის. თუმცა სტატისტიკას თუ ვნახავთ, ჯერჯერობით მაინც არ არის თანაბრად ბიჭებსა და გოგონებში და მაინც ბიჭების ჭარბობენ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ გოგონებს უფრო მეტად აქვთ შენიღბვის უნარი და ამასთან ნახეთ კიდევ ერთი რამ აღმოაჩინეს, რომ ადრეულ ასაკში სანამ ამ შენიღბვის უნარს გამოიმუშავებს გოგო, აღმოჩნდა, რომ უფრო მაღალია სიხშირე და უფრო ადვილად პოულობთ გოგონებში ამ შემთხვევებში, ვიდრე უფრო მოგვიანებით, როცა უკვე ამ შენიღბვის უნარს ივითარებს გოგო და ხო, ძალიან საინტერესო ამბავია ესეც. მოკლედ ძალიან ბევრი ახალი ამბავი გვაქვს და ბევრი საინტერესო მიგნებები არსებობს, ბევრი მტკიცებულებები დაგროვდა სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით და ასევე გამოვყოფთ ერთ კვლევასაც, რომლის მიხედვითაც სხვადასხვა საქართველოშიც არსებობს ამ მიმართულებით აქტივობებიც ცერებრული ფოლატის დეფიციტთან დაკავშირებით და კონკრეტულად ამისათვის ლუკოვორინის გამოყენებასთან დაკავშირებით. ძალიან საინტერესოა ეს კვლევაც და ბოლო პერიოდის არის, თუმცა თავისთავად წამალი მედიკამენტი ლუკოვორინი არ არის ახალი. დაახლოებით 20 წლის არის, ოღონდ გამოიყენებოდა ხოლმე იმ შემთხვევაში, როდესაც ქიმიოთერაპიის გვერდითი არასასიამოვნო ეფექტების შესამცირებლად გამოიყენებოდა. მისი აი ამ მედიკამენტი ეს არის ფოლატი, ჩვენთვის კარგად ცნობილი, აი ფოლის მჟავა ვიცით ჩვენ, მაგრამ ეს არ არის ფოლის მჟავა, მისგან განსხვავდება ფოლატი არის პოლინის პროპოლინის მჟავა და ისინი ერთმანეთისგან განსხვავებულები არიან და ლუკოვორინი გახლავთ კალციუმის მარილი, მისი ამფოლინის მჟავის, ისე თუ ვიტყვით B9 ვიტამინი არის ერთ-ერთი წინამორბედი და აღმოჩნდა, რომ აი სწორედ ცერებრული ფოლატის დეფიციტია აუტიზმის მქონე ბავშვების შემთხვევების დიდ ნაწილში და აქედან მოდის სწორედ მისი მართვაში გამოვიყენოთ, მის მკურნალობაში გამოვიყენოთ ლუკოვორინი. კი ბატონო, ქალბატონო მაია და აქვე უნდა ჩაგიკითხოთ, გესმით ქალბატონო მაია, უნდა ჩაგიკითხოთ, როდესაც მედიკამენტებზეა საუბარი, ანუ არის კატეგორია, რომელიც აუტიზმის შემთხვევაში იწყებს ბავშვისთვის მედიკამენტების მიწოდებას. ანუ რა სიტყვით ამაზე, რამდენად მიზანშეწონილია თავშოთ ამ დროს წამლების ჩარევა? აი, როგორც გითხარით, ლუკოვორინია ეს ერთადერთი, რომელიც ლაპარაკი, მაგის წინ იყო ბალოვაპტანის თუ გახსოვთ. და ბალოვაპტანის კვლევებმა აჩვენა, რომ არა სამწუხაროდ ესე არ არის და არ იყო ასეთი ეფექტური. ეს ლაპარაკი სწორედ ამ მედიკამენტზე, მაგრამ ამ მედიკამენტთან დაკავშირებით ძალიან ცოტა კვლევები და აი რომ ვნახე მე ხო
მაქსიმუმ არის 260 ბავშვი, ვიზეც არის კვლევა ჩატარებული და იმდენად წირია ეს კვლევები, რომ როგორ შეიძლება ვთქვათ, რომ ეფექტურია, ხო? ანუ აქ დოზაც დასაზუსტებელია, ხანგრძლივობაც დასაზუსტებელია. ამიტომ აი უკვე გახმაურებულ თითქოს აუტიზმისთვის ეფექტურ მკურნალობაც კი საბოლოოდ დაზუსტებული არის და მით უმეტეს, როდესაც ლაპარაკია ტვინის მკვლევარებზე, ეგრეთ წოდებულ მკვლევარებზე და სხვა მედიკამენტებზე, რა თქმა უნდა, ჯერჯერობით აუტიზმის სამკურნალო წამალი, რომელიც თუნდაც მიღებული იქნებოდა წამლებისა და აი ამ საკვების სააგენტოს მიერ აღიარებულად, რომ ის არის ეფექტური, ასეთი ჯერჯერობით არ არსებობს. კი ბატონო, და ქალბატონო მაია, ზოგადად ადრეული ჩარევა არის საუკეთესო საშუალება იმისთვის, რომ შედეგი დადგეს და მინდა ვისაუბროთ ბავშვთა ენობრივი განვითარების პროცესში დენვერის ადრეული ჩარევის მეთოდზე. ესეც ძალიან საინტერესოა. სხვათაშორის დენვერის მეთოდთან დაკავშირებით დენვერის ადრეული ჩარევის მეთოდი ძალიან ეფექტურია პატარებში. ძირითადად გამოიყენება მაქსიმუმ 5 წლამდე, ნუ კარგი 6 წლამდე, ანუ სკოლამდელ ასაკში, მაგრამ რაც უფრო ადრე დაიწყება ჩარევა, მით უფრო ეფექტურია. ეს არის ნარევი ქცევითი თერაპიის და ბავშვის განვითარებაზე დაფუძნებული მიდგომის. ანუ ესეთი ნარევია მიდგომის და ამიტომაც ძალიან ეფექტურია. ძირითადად არის თამაშზე დაფუძნებული და ხელს უწყობს, რომ ბავშვმა თავისი ინიციატივით წამოიღოს სხვადასხვა სიტყვები და თამაშში, ანუ ყოველდღიურ რუტინაში გამოიყენოს ეს. და ამიტომაც არის უფრო ეფექტური. ანუ პრაქტიკულად თავიდანვე გამიზნულია გენერალიზებაზე, ანუ ყოველდღიურ სიტუაციებზე და ამიტომაც ითვლება ერთ-ერთ მნიშვნელოვან ეფექტურ მეთოდად და ეფექტურ მიდგომად. და ამასთან დაკავშირებით არსებობს კვლევები. თუმცა ახლა რადგან ჩვენ 2025 წლის კვლევებზე ვლაპარაკობთ, აი სწორედ ადრეული ჩარევა იქ ხაზგასმით არის ნათქვამი ბოლო პერიოდის კვლევებში, რომ ადრეული ოღონდ იყოს ადრეული ჩარევა და ყველა მეთოდი რაც იქნება გამოყენებული, ყველა არის ძალიან წარმატებული. ლაპარაკობენ მტკიცებულებების მქონე მეთოდებზე, ლაპარაკობ ქცევითი თერაპია იქნება, ფორტაიმი იქნება, დენვერის ადრეული ჩარევის მეთოდი იქნება, თუ ნერთმიერის, ანუ მტკიცებების მეთოდს არ აქვს მნიშვნელობა, როგორც გამოვიყენებთ. თავარია ეს იყოს მტკიცებულებების მქონე მეთოდი. ქალბატონო მაია და ზოგადად, როდესაც რა თქმა უნდა ადრეულ ჩარევაზე საუბრობთ, აქ არის ფიქსირებული ასაკი და კიდევ ერთხელ არაერთ გზის გვისაუბრე ამ თემაზე, მაგრამ კიდევ ერთხელ ვთქვათ, რა ასაკიდან არის მიზანშეწონილი უკვე ბავშვის აბილიტაციის პროცესის დაწყება და რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენ ველოდებით შედეგს და ყველა მშობელი არის შედეგზე ორიენტირებული, როგორი უნდა იყოს მოლოდინი. ნუ ეს ინდივიდუალურია ბუნებრივი, მაგრამ მაინც. კაპიტანინო, ისევ რჩება ადრეული ჩარევა, როგორც უკვე ვთქვით, მნიშვნელოვან საფეხურად იმისათვის, რომ ჩვენ შედეგზე გავიდეთ და ითვლება, რომ როგორც კი პირველი ნიშნები იქნება აღმოჩენილი და პირველ ნიშნებზეც ორი სიტყვა ვთქვათ, ხო? აი ყველაზე ადვილად დასამახსოვრებელი. აი როგორ მივხვდეთ დავუშვათ, ხო? როგორ უნდა მივხვდეს მშობელი, რომ საუბარია აუტიზმზე? აი წლინახევრის ასაკ ან რისკია, რისკნიშნებია, არ არის აუცილებელი, რომ პირდაპირ დიაგნოზი დაისვას, მაგრამ რისკია და მაღალია ალბათობა იმის, რომ შეიძლება იყოს, ხო? ასეთ შემთხვევაშიც კი თავიდანვე დაწყება უფრო ეფექტური იქნება. ჯობია შეგვეშალოს და ვიფიქროთ, რომ არის, ვიდრე ვიფიქროთ, რომ არ არის და დავაგვიანოთ დაწყება. კი ბატონო. ამიტომ ნახეთ, აი ის სამი ნიშანი, რომელზეც სულ ლაპარაკობთ ხოლმე, რომ სახელზე დაძახებაზე არა თავის სახელს ეძახი და არ რეაგირებს. ანუ უმეტეს შემთხვევაში უნდა რეაგირება კონდეს წლინახევრის ასაკში. ასევე თუ რაღაც აინტერესებს, ხო? თითს იშვერს ყველა ბავშვი, შეიძლება ლაპარაკი არ იცოდეს, მაგრამ აუცილებლად თითით მიგანიშნებს. ესეც ერთ-ერთი ნიშანია, როგორც წესი, აუტიზმის მქონე ბავშვები თითით არ მიგანიშნებენ, მიიყვანს ხელდაგადებინებს. შენ ხელს იხმარს იმისათვის, რომ მიგანიშნოს რამეზე.
და მესამე ნიშანი, რომელიც არის ხოლმე, არ არის წარმოსახვითი თამაშები, რაც გულისხმობს მაგალითად, ვითომ ტელეფონზე ვლაპარაკობ, ხო? აიღებს რაღაცას, რომელიც 4 ხედია და რაღაცი ტელეფონს წააგავს და ვითომ ტელეფონზე ვლაპარაკობს. ან ვითომ თოჯინას აძინებს. ან ვითომ თამაში, აი აუტიზმის შემთხვევაში არ გვაქვს ხოლმე. და აი ეს სამი ნიშანი ადვილად დასამახსოვრებელი ხა ბევრი რო არ გვაქვს წლინახევრის ასაკში ძალიან საყურადღებო რომ მშობლებმა მიაქციონ ყურადღება. ნუ 2 წლის ასაკში მაინც თუ წლინახევრის დავიწყებთ ჩარევას, რა თქმა უნდა ჯობია, მაგრამ 2 წელიწადს თუ არ გადავაცილებთ, კიდევ უკეთესი იქნება. კი ბატონო და დიახ და აქვე მინდოდა მეთქვა რომ მით უმეტეს როდესაც არსებობს ასეთი დახმარება სახელმწიფოს მხრიდან აი ამაზე მინდოდა საუბარი დიახ პროგრამულ ნაწილზე დიახ ნამდვილად ეს აღსანიშნავი ამბავია ბევრ მუნიციპალიტეტს აქვს მუნიციპალური აუტიზმის რეაბილიტაციის პროგრამა და პირველი იყო როგორც ყოველთვის არის ხოლმე თბილისის მუნიციპალიტეტი და დღეს თბილისის მუნიციპალიტეტი ემსახურება 2000-ზე მეტ ბავშვს, მგონი 2500 თუ არ ვცდები, ზუსტი ციფრი არ ვიცი სამწუხაროდ, მაგრამ საკმაოდ მაღალია ეს პროცენტი, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მაგალითად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით უხეშად სიხშირე 1%-ია თბილისის ბავშვების პოპულაციის რაოდენობას თუ გადავხედავთ, ნუ ზუსტად შესაბამისობაშია ამ ციფრთან. კი ბატონო და ქალბატონო მაია ცოტა დრო დაგვრჩა და აუცილებლად ბავშვთა მენტალური ჯანმრთელობის ასოციაციის და ცენტრის შესახებაც რომ მოკლე ინფორმაცია კიდევ ერთხელ მივაწოდოთ ჩვენს მსმენელს. მადლობთ ქალბატონო ნინო ამ შეკითხვისთვის და ამ შესაძლებლობისთვის. მე გახლავართ მენტალური ჯანმრთელობის პროგრამის დირექტორი და ჩვენი ცენტრი სწორედ სპეციალიზირებულია ბავშვთა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, მათ შორის აუტიზმზე, მათ შორის სხვა ემოციურ და ქცევით დარღვევებზე, როგორიც არის თქვა ჩქოთვა, დეპრესია და ასე შემდეგ, რომელიც შეიძლება რომ სადღაც მოგვიანებით გამოჩნდეს იგივე სკოლის ასაკში და შესაბამისი სხვადასხვა სერვისები. ზოგადად ფსიქიკური ჯანმრთელობა ისეთი თემაა, სადაც ერთი სპეციალისტი ნაკლებად ახერხებს სწორ მართვას და მიდგომა უნდა იყოს მულტიდისციპლინური. ანუ იქ უნდა იყოს ჩართული როგორც ფსიქიატრი, ასევე საჭიროების შემთხვევაში ნევროლოგი, ფსიქოლოგი, ფიზიკური თერაპევტი, თქვათ იქ ხელოვნების თერაპევტი, ქცევის თერაპევტი და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. და უნდა დადგინდეს ყველა ბავშვი განსაკუთრებულია, ეს ვიცით, და ყველა ბავშვს განსაკუთრებული შესაძლებლობები და განსაკუთრებული ვთქვათ სისუსტეები, ასე დავარქვათ. და სწორედ იმისათვის, რომ მისი ყველა საჭიროება დაკმაყოფილდეს, სჭირდება სხვადასხვა სპეციალისტის ჩარევა. და ეს თვითონ მშობელმაც უნდა იცოდეს, რომ იქ სადაც თავაზობენ ერთი სპეციალისტის მომსახურებას, ჩათვალონ, რომ ეს არ არის სწორი. და აუცილებლად საჭიროა, რომ სხვადასხვა სპეციალისტები იყვნენ ჩართული ერთი ბავშვის მართვაში. კი ბატონო. ქალბატონო მაია, დიახ და რომ შევაჯამოთ ჩვენი გადაცემა ძალიან ხშირად ვამბობთ, რომ რა თქმა უნდა აუტიზმი არანაირი განაჩენი არ არის, აუტიზმი არის მდგომარეობა და თუ კი ადრეულ ჩარევას დავიწყებთ და რა თქმა უნდა მიუყვებით ბავშვს, რამდენად ეფექტურია ეს ყველაფერი და რას უნდა ელოდნონ მშობლები, იმიტომ რომ მშობლის მოლოდინი რა თქმა უნდა ყოველთვის არის პოზიტიური. გაბდენინო, იცით როგორ არის, რომ როგორც იცით სპექტრია ეს. ძალიან მსუბუქი შემთხვევიდან საკმაოდ მძიმე შემთხვევებამდე. პირველი არის, რომ აუცილებლად უნდა დაიწყოს ადრეულ ასაკში და დანარჩენი უნდა მოვერგოთ ბავშვის საჭიროებებს. და ამიტომაც არის ისევ გამეორდები მულტიდისციპლინური ეს მიდგომა. და მე სიამაყედ შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ცენტრში მაგალითად თერაპიას იტარებენ ისეთი ბავშვები და რეაბილიტაციას იტარებენ, რომელსაც ჩვეულებრივი ადამიანი ალბათ ვერც მიხვდება, არასპეციალისტი ვერც მიხვდება, რომ ამ ბავშვს შეიძლება რაღაც პრობლემა აქვს. კი ბატონო. თუმცა ეს პრობლემა გამოვლინდება იქ, სადაც მისი სუსტი მხარეა, მაგრამ ეს პრობლემა ასე თვალსაჩინო ნამდვილად აღარ არის. და სწორედ როდესაც იწყება ადრეული ჩარევა და ბავშვთან მუშაობა, ეს სუსტი მხარე ძლიერდება, რა თქმა უნდა, ეს ასეა.
დიახ და შედეგიც არის ბევრად უფრო დიდი და ბევრად უფრო კარგი და ეფექტური. უნდა იცოდეს, რომ ის რასაც ჩადებს ამ ბავში აუცილებლად 10 მაგად და 100 მაგად დაუბრუნდება. ძალიან დიდი მადლობა ესეთი საინტერესო საუბრისთვის. მე გისურვებ წარმატებებს და სიახლეებით კვლავ გელოდებით. მადლობა. წარმატებებს გისურვებთ. ჩვენი სტუმარი იყო მაია გაბუნია, ბავშვთა ნევროლოგი, მედიცინის დოქტორი. ჩვენ ვისაუბრეთ სიახლეებზე აუტიზმის მიმართულებით. ეს იყო გადაცემა ჩვენ აქვართ რადიო მედის დღის არხი აგრძელებს